შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა საქართველოში ვიზიტი სოციალურ ქსელ ტვიტერში შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერთან საქმიანი შეხვედრები ევროპის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და ის წარმატებული გამოდგა. მესიჯი გადავეცით, მხარდაჭერა გამოვხატეთ, გზავნილი საქართველოსთვის მკაფიოა, პატივი ეცით კანონის უზენაესობას და თავიდან აიცილეთ შურისძიების პოლიტიკა. მიიღეთ უკრაინა როგორც გაფრთხილება. კარლ ბილდტმა უკრაინის მაგალითზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა. მან ჟურნალისტებს უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს დაჭერასა და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან კავშირი შეახსენა. თქვენ იცით, რაც მოხდა უკრაინის შემთხვევაში. მათ ასოციაციის ხელშეკრულების ხელმოწერისათვის მოლაპარაკებები დიდი ხნის წინ დაასრულეს. თუმცა იულია ტიმოშენკოს და კიდევ 7 სხვა პირის დაპატიმრების ფაქტმა ჩვენ გვაიძულა მათი ევროინტეგრაციის მოლაპარაკებები დროებით შეგვეწყვიტა. ახლაც კი ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე გაურკვეველია განვაახლებთ თუ არა ამ მოლაპარაკებებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს 7 პატიმარი გაათავისუფლეს, ტიმოშენკოს პატიმრობაში დატოვებამ ევროპას კითხვები გაუჩინა უკრაინის სასამართლო სისტემასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ამ მაგალითით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საკმაოდ რთულია და საზოგადოების მოდერნიზაციასა და დემოკრატიზებას მოითხოვს. მაგრამ აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ სარგებელი, რასაც ამ მხრივ თითოეული თქვენგანი და საქართველო მიიღებს, საკმაოდ მაღალია.